ალბათ ეს გოგო თელმა საქართველოს გაიცნო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. Დიდი ბოდიში ხალხო, თქვენი არეთ, მე არ გჯაჯავთ, უბრალოდ not for me. რომელმაც დაახლოებით წუთ ნახევრიან ვიდეოში იმდენად დაქრინჯა საქართველოს, რომ მაღალი რადიაციული ზოლის გამო უკვე აი თბილისის ქუჩებში რო გაიხედოთ, უკვე მტვერის დონე რომ მტვერია იმანაც კი აიწია, ანუ დედამიწამაც კი იგრძნო ის უბედურება, რაც აი ამ ვიდეოში, ანუ ეს არ შემდგარი ჯენზი ეს არ შემდგარი Netflix-ის თაობა თუ აი წარმოუდგენელი დონის ჰიბრიდი როგორც საუბრობს იმ ხალხის კატეგორიაზე რომლებსაც არ აქვს საშუალება როდესაც სამსახურში დადიან და შეიძინონ მაგალითად საკვები და სახლიდან დააქვთ რაღაც lunch box-ები ეგრეთ წოდებული Period. ხადა დღეს ეკუჭამე და ნახოთ აბა მე თუ იქამდე მივედი რომ lunch-ის ჩანთა დავიჭირე ხელში უკვე მიშველეთ და მითხარით რომ სამსახურიდან დავავიდა. Ну, რაღაც ერთგვარი დის ფორმატი ჩაწერა რა, რაღაც რომ ვიღაც ხალხების ჩაჯავდა, რაღაც. აი, იმდენად კრინჯია. რომ მე მოგიწოდოთ, მეგობრებო, აირწინაღი უნდა დაიყენოთ თქვენ. აუ, მე ხავ იმუნიტეტი მაქვს, იმიტომ რომ ანტირადიაციული ისენი მაქვს, აბები მაქვს მიღებული და ყველაფერს მარტივად დავიტან. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერა შემოითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. Taxit neta, ძალიან დიდი ბოდიში ხალხო, თქვენი არეთ, მე არ გჯაჯავთ, უბრალოდ not for me. იმ დონეზე დავედი ხალხო, რომ ცხოვრებაში მეორედ, ვიცი რომ ბევრს დაგაქვთ lunch-ი სამსახურებში, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც იყო ამის წინააღმდეგ ყოველთვის. ის ფემინური კვირტი ვინ იყო უცებ კადრში და რო გაქრა. I not for me. Don't judge me please guys because I'm so obsessed. არ ვიცი რაზე დავიქრინჯო ეხა ის რაზეც ეს საუბრობს თუ როგორ საუბრობს. მოდი ეგეც გადავწყვიტოთ დინამიურად ყველაფერი. ნელა არის ჩქართ. აი ეს სექტა მეტროში რო არიან lunch-ის ჩანთებით რა, ანუ შენ არ ვიცი დაგინახავს. სექტა რას ქვია, ანუ lunch box-ით რო დადიხარ, სექტანტი ხარ? ანუ ზოგს უბრალოდ საშუალება არ აქვს იმის, რომ საკვები შეიძინოს სამსახურეობრივი საქმიანობის პარალელურად და სახელიდან დააქვს. ანუ ეს სექტაა? ანუ სერიოზულად, ეს რამე სექტა არის? მე მართლა არ ვიცი. შეიძლება გოიმივარ, არ ვიცი. კი ჩანთა უჭირავთ, სადაც lunch-ი უდავთ და აი ეს ბიჭი, აი მოდი ხა ეს ბიჭის პროფილიო, აი ჯერ ხმა ერთხელ ამოიღო ხომ, მაგრამ შემიძლია რაღაც დიაგნოზი დავსვა უკვე რა. აი პროფილიდან შემიძლია დავსვა უკვე. აი ეს ტიპი რას დააგავს, იცით, აი გოგოებთან რომ მეგობრობენ რა, რო იციან რომ მეტი იმის იქით არაფრის ტრაკი არ აქვს და აი გოგოებთან კი არ მეგობრობ, გოგოებთან რომ დაქალობენ. გაიგე? რაღაც სირულხუბრობებზე რომ მოდმივად ეცინებათ. ყოველთვის რო ინიციატორები არიან, წამოყავა დავლიოთ. იქნებ ერთი ნახევარი საათი მაინც გიყურო. და მასალა მომიგროვდეს, მოდი მოусმინოთ. I could never ხალხო რომ ვაიმე უცხორა კრინჯი იყო. I could never. აი ეს არ მომესმინა უბრალოდ რა. აი ნახე ტიპი მედიტირებს უკვე. აი უცხო მედიტირებს უკვე წარმოიდგინეთ. აი ჰაერში აიწია. უბრალოდ გავამეოროთ. ხოთ. ჩანთა უჭირავთ, სადაც lunch-ი უდავთ და I could never ხალხო რომ ვუყურებდი, ფიქრობდი რომ ღმერთო აი მაგამდე არასდროს მიმიყვანა. ღმერთს რაზე აწუხებ? ღმერთს რაზე აწუხებ? მეგობარო, ღმერთს რაზე აწუხებ? ღმერთს რაზე აწუხებ? რომ აქამდე არ მიგიყვანოს? რამ დაბიობა, რა ძიშოვობა არის უბრალოდ, რა სიგოი შენ, აი შენაირებმა როგორ უნდა ილაპარაკონ რა არის გამოსვლობა, რა არის ცერსკობა, რანაირად. ჯერ I could never run. ბიჭო, ჩამოყალიბდი ქართველი ხარ, ამერიკელი, ბრიტანელი, ინდუსი, პაკისტანელი, არაბი. რა კრინჯია უბრალოდ რა. აი, კრინჯ უბრალოდ ეტიმოლოგიურად არ აქვს შესატყვისი ქართული რო თქვა, რამდენად ხდება შენს ორგანიზმში ემპათიის აფეთქება. და როგორ გამოაქვს ეს შინაგანი დაგროვილი ენერგეტიკა ამ რადიაციული ფორმით, ხო? ამას უბრალოდ ესო დესკრიფცია, ანუ აღწერა აქვს ძალიან დიდი რო ახსნა, ამიტომ კრინჯი მაინც საერთაშორისო სიტყვა, მაგრამ I could never. მაგრამ ეხლა რა ეტაპზე ვარ მისული, რომ ჩემ დიდ ჩანთაში ვდებ. აბა როგორ გაიცინე? აში ვდებ. აი, მე რა ფსიქოლოგიური პორტრეტის დავსვე და ხო დაახასიათ, ხო დაამუღამეთ როგორი ტიპები არიან რა, ბიჭები როგორებთან დაქალობენ. ხო დაამუღამეთ, აი ეგ არის რა.
კოპწია ბიჭები, ხო იცით? მალავს. მაგრამ ესეც რაღაცნაირი პროცესი იყო, ესე მარტივად არ მისულა. ჯერ ერთი კვირა ვუყურე, რომ ლანჩზე არ აქვს გასვლის კულტურა. აი ხალხო ევროპაში და ამერიკაში ნუ უშვებთ რა შვილებს, აი ესეთი ჰიბრიდები ჩამოდიან იქიდან რა. ანუ ესეც რაც გინდა, ანუ საერთოდ ძველ რომაელებს ჰქონდათ საშესანიშნავი გამონათქვა. მე ხო არისტოკრატის მომხრე ვარ ზოგადად და დიქტატურის და აგერც მო. აჰა. რაც დრო გადის მე ვწმუნდები, რომ დიქტატურა, ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი, რავი, პატრიციები და პლეები, თავისუფალი მოქალაქეები და მონები, ყველაფერი ისტორიაში სწორი ყოფილა. აბსოლუტურად. არ მალავ ყველაფერს, იმიტომ რომ როდესაც ხედავ ძალიან დაბიო დონეზე მოწამლულ ხიხოებს ამ ქვეყანასა ზედა უფრო ხატრულად რომ ვთქვა, ხო? მავიწყდება უკვე მე მარცხენა მე მარჯვენა რა არის. უბრალოდ ამ ქვეყანას უკვე ნორმალურება და ავადმყოფებად ყოფ, მეგობრებო. გამიგეთ? ანუ აღარ ყოფ რაღაც მე მარცხენა მე ყოფ ნორმალური ან ავადმყოფი, ხო ხვდებით? უბრალოდ ზოგს უბრალოდ უფლება არ უნდა ქონდეს კამერა ჩართოს და მიკროფონი და უბრალოდ უფლება არ უნდა ქონდეთ მათ. წამლავენ საზოგადოებას. ადამიანთა გონება იწამლება უბრალოდ. მსახურში ჩემთვის experience რო ლანჩზე გახვიდე. აი ჩემთვის ხო შეიძლება თქვა რომ ჩემთვის გამოცდილება იყო. ნახე მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემთვის გამოცდილება აქამდე და პრაქტიკაში არ არსებობდა ისეთი რამ რომ მე ნახა რომ ლანჩბოქსები სახლიდან სამსახურში დააქვთ. ლინგვისტურად ძალიან გამართული ტექსტია და ზოგადად ალბათ ზერსკიც გამოჩნდები, ხო, რავი, დუხი და ისხი კარგად ჩაიცვი. საკუთარ თავს მოუარე. უბრალოდ არ არის აუცილებელი. I could never, I'm experienced, I'm obsessed. არ არის აუცილებელი. ანუ ეს უფრო ძერსკად ვერ გაქცევს რა. ვერ გაქცევს უბრალოდ. ანუ ბაზარი არ არის, არსებობს რაღაცები, რასაც მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, ანუ ჩვენ ხო მაყურებლები, ანუ ვინც ვისმენთ, ჩვენ ხო ვერ მოგვატყუებთ მაგას. ხო ჩვენ ხო ვიცით სიტყვების დეფინიციური სამიზნე რა არის ხო ამ შემთხვევაში. ის რომ უფრო ძერსკი და უფრო თესლი ტიპი გამოჩნდა. და სიდოლში საერთოდ არ ხარ. რესტორანში ჭამო არ მენანება მაგაში ფონი მაგრამ ოიდა ხო მაგაში უკვე მენანება უფრო და თან მით უმეტეს რომ აი 10 წუთში რო უნდა ჭამო სადღაც მიკუნჯოლში ხდები? არ გინა მე გამომიწახე ერთხელ იმით რა ქვია გლოვოთი. და სტალინის მაიკით მოვალ. ანუ სტალინის მაიკით შემიძლია მოვიდე და ისეთი ლექსია ჩავატარო რომ თუ შიგევროპელი ხარ, დილით უკვე გახდები ტოტალიტარისტი საერთოდ. შენ თუ კიდე 2 დღეს გაკაჩაო, უკვე დიქტატურამდეც მიაღწევ და ნენელა უკვე მაღალ გრადაციებში ხარ. ანუ ეს ყველაზე პროდუქტიული გამოძახება იქნება შენ ისტორიაში. ლანჩბოქსიც არ იქნება. ეს იქნება პირდაპირ meal, აი ეგ მოგიტანენ პირდაპირ და delivered order, აი მშობლიურ ენაზე გეტყვით delivered order on your house. So not a great experience. პირველ დღეს წავიღე, მჭადები და ჩემი საყვარელი საჭმელი. ჩემი საყვარელი საჭმელი მჭადები. ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი ღმერთო, აიმე, როგორ მეწოდები საქართველო. ბაქრა მეწოდება ეს ქვეყანა. გამოვაცხე მთელი ამბავი. მაინც ვერ გადავდგეგნა, ვიში წამოვიღე სახლში უკან და არ მიჭამია, გამოვიძახე მაგ დღეს, მაგრამ მეორე დღეს უკვე წავიღე ანუ გუშინ. დღესაც წავიღე რაღაც ავოკადო და პური და რაღაცა. ავოკადოს რო ჭამ უფრო თესლი ტიპი გამოჩნდები, მართლა მაინტერესებს, ანუ ზოგადად ავოკადოს ვერ ვამოღამებ. და ის ხალხი რომლებიც ავოკადოს გამოყოფენ, ანუ ის კი არა რომ ავოკადო მართლა გევასება, კაცო ბაზარი არა, შეიძლება გებრიელი ახლა. საბოის გემრიელი ავოკადოა გზან, მაგრამ ახლა ზოგადად აი ტიპები რო ამახვილებენ რა ყურადღებას რაღაც ავოკადო უფრო მაგარი, აი რანაირად არის უფრო მაგარი ავოკადო. აი იმაზე კიდე რო უტყდებათ მაგალითად ახლა რომ მოდი ქართულ რესტორანში ხوار წავიდე, ქართულ რესტორანში უტყდებათ, თვითონ რომ უკვე მოჭმულია და მოდი სუში ვჭამოთ რა, ცეზარი ხوار ჭამოთ რა. რო უტყი იდენტობა რო უტყდებათ რა. აი რაღაც ვითომ რაღაც ხრუზინულია მაგაში. აი ყველაზე მეტად მეზიზღება ეგეთი თვისება ადამიანში. ეხა ამას კონკრეტულ იმას არ ვაბრალებ, ეხა ზოგადად ვამბობ ამას, რომ აი რაც შენი იდენტობის ნაწილია. მე მაგრად მე ვასწრებ, გოგოსთან ერთად ქართულ რესტორანში წავალ. ანუ მკიდია უბრალოდ შენი ცეზარიც, სუშიც, სუში განსაკუთრებით მკიდია. სუში არის აი მკვდარი თევზი უბრალოდ. დაჟე რეინკარნირებული თევზი, რეინკარნაციის შედეგად განმოსული თევზი, რომელიც უნდა რავი წარმოუდგენელი რაღაც არის, ჯერ მაგით რო უნდა გაძღე, აი პონდი ამ სიტყვას გამოვიყენებ საერთოდ და ან გემრიელი სუში რა არის, მე წარმოუდგენე არ მაქვს მაგას. ანუ look at me. ის მე მიყვარს ძალიან სამხური ლავაში და ავოკადოს რო ჩავდებ სამხურ ლავაში. Okay, ძალიან დიეტური ჩანს. Period. ვაიმე. ღმერთო
ღმერთო, კიდევ კაი არისტოტელის მკვდარია. ვაიმე, ემპათია რო ფეთქდება, რაც ცუდი გრძნობა არის. აი ემპათია რო ფეთქება, როგორი გრძნობა, იცი, კუდუსუნში რომ მოხდება და დენირო დაგივლის, ხო იცი, დაახლოებით ეგეთი რაღაც. ეს თან იმ დოელს გავს ეს დაბლა რაღაცა პროფილში. ძალიან კრინჯი. აუ ესენ თუ ძერს გადითვლებიან ზმაო, მე ავიცი ზმაო, აი მე სტალინისტი ვიქნები მაშინ. სვეჩი სტალინი, კომუნისტი მირჩევნია ვიყო ვიდრე ეს. აი უარესი კიდე. ხადა დღეს ეგუჭამე და ნახოთ აბა მე თუ იქამდე მივედი რომ ლანჩის ჩანთა დავიჭირე ხელში უკვე მიშველეთ და მითხარით რომ სამსახურიდან დავავიდა. იმიტომ რომ აღარ ვიქნები კარი. ეს ბიჭერი. ძალიან ბევრი ხალხი დადის ლანჩის ბოქსით ნეტა. ერთი წამი უნდა ვნახო, ერთი წამი. თქვენი არეთ, მე არ გჯაჯავთ, უბრალოდ გჯაჯავ, ანუ გჯაჯავ რა დეფინიცია აუხსნა, სიტყვის კონა. სიტყვის კონა მეგობრებო, ხო იცით? გჯაჯავ. ანუ judge means როდესაც შენ ესე იგი აფასებს სხვა ადამიანს, განიკითხავ. You know what I mean? აი, დაახლოებით ესეთი თემა არის რა. Because sometimes it's unexpected, guys, you know? იმიტომ ხანდახან როდესაც lunchbox-ი დაგაქვს სამსახურში, ხო? ანუ ტეხავს რა, იმიტომ რომ ეხა ეს ისეთი ტიპი უნდა იყო, რომ აი მაგალითად სამსახურში როდესაც დადიხარ, შეყოლთვის უნდა იცახებდე რაღაცას რა. Because it's red flag, guys. She thinks like that, you know? აი მშობლიურ ენაზე უნდა ისაუბრო რა, მშობლიურ ენაზე, ანუ ინგლისური. აი რა გოიმობა არის Netflix-ელი ჯენზი რა. რო ვერ გაიგებ ამერიკელია, ევროპელია. აი ხიხოს არაფერი არ უნდა ანახო რა. ხიხო აი პარიზს რო დაინახოს, აი ხიხო რო პარიზს ხედავს, პირველი რაც საკეთებს იღებს სურათს, selfs. დაიდებს და პარიზი selfs-ი იქავარ, პარიზში ვარ. ხიხო აკეთებს მაგას ზოგადად. უმრავლესობა ხიხოების მაგას აკეთებენ. და გონიათ ეხა უყურე, რა გონიათ, აი ამერიკაში მიდიან, ევროპაში მიდიან რაღაცა რა. და იქ გაევროპელებული და გაამერიკელებულები რო აქ ჩამოდიან. და დღის ეს ტეხავს რა, აბა იმას რა ქვია, ვიღაცა იმას რა ქვია, გურამს ხო არ წავალ და გურამთან ხო არ დავიჭერ დეითს და რაღაც ეგეთი აი რაღაც სლენგები რო აქვს უკვე გადმოტანილი რა, დეითი რო არის რა. რაღაც აი განა შეხვედრა და რაღაც აი დეითია რა, დეითზე რა red flag-ი გაქვს აბა. რანო მარკის მანქანით უნდა იყოს შენთან მოსული. აი ხა ის რო უჭირავს ხა აი დეითს რო ფიც უჭირავს ხო ხა Pro Max-ი ხო? Oh, it's so expensive guys რა ხო ხვდები? ეს უკვე სხვა ეხლა მე რო 15 Pro Max-ი მიჭირავს. და კიდე იქ მაქვს რამოდენიმე. და სტალინის მაიკაც მაცვია ხო? აი კიდე ასეთი მე ვარ ესეთი ორიგინალური ვარ მაგრამ მე ამ ისენაზე ვიტყვი მე დეითზე სტალინის მაიკით მივალ. აი ესე აი პირდაპირ. სავეწკი. და ვითომ რითი იქნება ჩემზე ძერსკი. რო რახან ხო სტალინი ამდენ ადამიანს ხოცავდა, სტალინი ტირანი იყო. და ამად გონებაში ხო ეგ არის რა, აი ბაია პატარა ისეული გაფემინურებული აზროვნება რა. აი მე რა საწყალი ფისოებ, აი ლიბერალური მეინსტრიმი როგორი არის, ხო სასიზღარია უბრალოდ, აი კაცობრიობის მიღწევებს, აი ადამიანის აღმაფრენ ყველაფერს ივიწყებენ რა. ყველაფერი დაყავთ თანასწორობამდე, ყველაფერი დაყავთ ბაბლებამდე, ყველაფერი დაყავთ კულტურამდე კი არა, სუბკულტურამდე, აი აბანძებენ ყველაფერს რა. აი ლიბერალური ხელოვნება რა ნაჩხაპნები კედელზე რა და ეს არტია რა, ხო ხვდები? მაგრად ტეხავს, გოიმობა ტეხავს, უბრალოდ გოიმი არ უნდა იყო. ვაფშე მემარცხენე მემარჯვენებად არ იყოფა სამყარო. მე კიდევ ერთხელ ეს არის ნორმალურების და სირების სამყარო მეგობრებო. აი ეს ორად არის პოლარიზებულია სამყარო დღეს. აი ამერიკა უკვე ამაში უკვე ამერიკამ საერთოდ კრედო შექმნა რაღაც ახალი როდოსის კოლოსი დაარსა მაგის რომ ადამიანები არიან ორ ხარის ხო ამერიკაშიც რა ან ტრამპისტები არიან ადეკვატორები, კამალა ჰარისის კამანდა და ვინების ხარდაჭერები არიან აბადმოყოფები ჩვეულებრივი რა. ხო და ტეხავს უბრალოდ რა მე მაგრად მიტყრება ყოველთვის რაც არ ხარ და იმას აჩენ. აი რაც არ არის შენი უბრალოდ. და იმას აჩენ ხა რომ მე მინდა რაღაც ვიყო, მაგრამ ტექნიკურად არ ვარ. ეხლა წარმოიდგინე თელი ამ არხის განმავლობაში ხა აი ჩემი არხი როგორ ვითარდება ხო? სოციალური თემები, რელიგია, პოლიტიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ну რაც ხალხს უკავშირდება აზროვნებას და ტრენდებს ზოგადად ხო?
რასაც ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობები, პოლიტიკა, რა ვიცი, ბიზნესი, რაც ადამიანებს მოიცავს. ეხლა მე რო ავთქე რა და მაგალითად რა ისე ფეხბურთი კომენტატორი რო გავიჩიტო, უცებ ფეხბურთის რა ეხლა რაღაცა არა კი მესმის ფეხბურთი, მაგრამ რაღაც ხალხო იფიქრებთ ეხლა რომ ეს ნორმალური ხო არ ეხლა რა შუაშია ამასთან ეხლა რაღაცა იმას არსენალის შეტევით ხაზებს მიხდის და მანჩესტერ სიტის შეტევაზე როგორ გადადის და რაღაც ის ხო? ან თუნდაც ის ბიჭების კატეგორია კიდე აქციებზე, განსაკუთრებით აქციებზე რო დადიოდნენ რა, მაგათი თავი პრობლემა რა, იმიტომ მიდიოდნენ რომ ეგენი ხო ტრიაპკები არიან და გოგოები რახან გადიოდნენ აქციაზე, ეგენის უნდა გასულიყვნენ იქ, იმიტომ ხა ტრიაპკა როდესაც ხარ, შენი ქცევა არის იმის პრესუპოზიცია გოგორას აკეთებს მაგამდე გაიგე? და მე ისე პრედიკატირდება ეს ყველაფერი, რომ ყველაფერს აკეთებ ისე რომ იმან არ დაგაკენსელოს. რატომ? ხო შეიძლება ორიგინალური იყო ადამიანი. რავი, მაგარი მობილურიც ქონდეს, მაგარი მანქანაც ყავდეს, სტალინის მაიკაც გეცვას, ჰიტლერის მაიკაც გეცვას, მაუძედინის მაიკაც გეცვას. და განსხვავებული იყო რაღაც ხა ეს მაგალითად მოვიყვანე. განსხვავებული იყო უბრალოდ ადამიანი. აი რაც ხარის შეინარჩუნა რა. ანუ ეხლა მე მკიდია, რამდენმა ადამიანმა არ უნდა მეთქვა სოფლიოში რომ ტოტალიტარიზმი და დიქტატურა არის ცუდი, ანუ მე მკიდია, სულ რომ მარტო ვიყო და თელი 6 მილიარდი იყოს თელი პლანეტის მოსახლეობა ჩემ წინააღმდეგ, მე მაინც ვიცი რომ მე მართალი ვარ. და არავის გამო არც ნინუცას, არც ანანოს, არც მარიამის, არც სალომეს, დედამიწის ზურგზე ვიძგინა გოგო დააყენა, იმის გამო მე არ შევიცვლები. ანუ მკიდია ვისაც მოვეწონები ესეთი და ვის არა. მე მირჩევნია ის ვიყო რაც ვარ და ისეთი მოვეწონო ადამიანს როგორიც ვარ სინამდვილეში, რომ ჩემი რეალობა არ დავკარგო აქ. ჩემი ადამიანობა არ დავკარგო. ხვდებით? ეს ეხავს რეალურად ზოგადად, გაიგეთ, რომ ადამიანები იმ სახეს გვანახებენ, რომლებიც არ არიან და თქვენ იქრინჯებით მე. და მე საზოგადოების გამო მაკიაველი მაგას ამბობდა, რომ მაკიაველი ეს საზოგადოების რეაქცია, თუნდაც უარყოფითი ან დადებითი, ყოველთვის არის მართალი. საზოგადოება გამოხატავს ყოველთვის იმ დაგროვილ რეაქციას, რომელიც მის წიაღში გარე პროცესების შედეგად წარმოიშვა. ანუ მაგალითად, როდესაც იქრინჯებით, როდესაც ვიდეოს უყურებთ და ყოველი მეორე რაღაცას აჯვავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენამდე მარტო თითოეულ ადამიანამდე კი არ მოაღწია. ანუ მთელ საზოგადოებამდე მიაღწია ამ პრობლემამ. ხო და სანამ ესეთები ვიქნებით რა, ესეთები იარსებენ ჩვენ საზოგადოებაში, აი ვერ ჩამოყალიბებულია ევროპელია, ამერიკელია, ფრანგია, რუსია რაღაც ხო უნდა ჩამოყალიბდეს, ან ინტერნაციონალია. თუ ინტერნაციონალი ხარ, welcome to the club. მშობლიურ ენაზე ვეტყვი ისევ. ანუ პროლეტარიეტი ხო არ არის მართლა ეს ქვეყანა ხალხო, პროლეტარიეტი და რაღაც საერთო თუ ქართველი ხარ, დაემსგავსე ქართველს. მეც ვიყენებ ინგლისურ სლენგებს, მაგრამ ისე არ ვიყენებ, რომ ხალხი გავაღიზიანო. იმიტომ რომ ხალხი რომ მე მაგას შენიშვნას მაძლევს, ხალხი მართალია მაგაში, როდესაც მეუბნება, იმიტომ რომ ზოგადად ქართული ენა არის ძალიან ძველი, ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო და უკიდეგანოდ მისტიური. და ამ ენას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ეს ენა თუ არ დავაფასეთ და ჩვენ ეს ენა თუ არ შევინარჩუნოთ მეგობრებო, დავიღუპებით უბრალოდ და რავი, ენა აღარ გვექნება მომავალში. ენა არის უმთავრესი, რაც ეროვნებით ქართველს უნდა გახასიათებდეს. და ტეხავს უბრალოდ რა, მე მაგრა მიტყდება მაგალითად ესეთი ახალგაზრდები. არ ვიცით გვერას ფიქრობთ ამაზე, მე მაგრად მიტყდება. ესეთი არც მომეწონება. ნუ დარწმუნებული იმას არ მომეწონები, იასნი ეხლა ჯერ ამაიკითხრო და მინახავს. მაგრამ მე მკიდია, მე ის ვარაც ვარ. მე არასდროს არ ვიტყუები, მე არასდროს არავის დაკრულზე არ ვცეკვავ და იმას ვლაპარაკობ, რასაც აი ჩემი გულიდან მოდის ყოველთვის. შეიძლება არ დამეთანხმოთ ამაში, მაგრამ მირჩევნია ჩემს გულწრფელობას შეეწიროს მთელი ჩემი ცხოვრება, ვიდრე ტყუილები და აგორებული გუდა ვიყო და სადმე გავსკდე. ესაა ჩემი პოლიტიკა. ამით დავაგროვე მე ბევრი გამომწერი რეალურად. რო არ გულწრფელი ხალხთან და უშუალო პირდაპირ ველაპარაკები. და expensive guys are still obsessed და რაღაცა ის I could never და რაღაცები რა. ტეხავს უბრალოდ. ჯერ უბრალოდ პატივიეც იმ ხალხს, ვინებსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ სამსახურში ოდესაც იმყოფებია, რომ საკვები გამოიწახონ და იქიდან ჭამონ და უბრალოდ პატივიეც იმ ხალხს, ვისაც არ აქვს და სახლიდან მიაქვს ის საჭმელი. ტეხავს უბრალოდ, ტეხავს, აი გარი გოიმობა უბრალოდ, ტუპოობა, რავი, ხიხოობა. და ძიშობობა ბოლომდე რა, ეს ადონებდა უნდა დაიშვა და მე ჯერ მაგაზე რომ ფიქრობ, რომ ლანჩბოქსზე განიხილო და მე მთელი ქვეყანა მაგაზე გაჭოვდეს, რომ ჯერ განიხილე და თან ზააყლეურად განიხილე ბოდიშით. ძალიან დიდი ბოდიშით ეს სიტყვა წამომცდა, ბოდიშს ვიხდი. ხო და ტეხავს რა, მართლა ძალიან ტეხავს. გთხოვთ, გოგოებო, განსაკუთრებით, ნუ დაემსგავსებით მას. ბიჭებო, ეგეთ გოგოსთან უბრალოდ ურთიერთობას არ გირჩევთ, თუ გინდა ტოქსიკურები არ გახდეთ და ცხოვრება ცუდად არ დაამთავროთ.
ნორმალურობა იპოვეთ. მე არ ვამბობ განსაკუთრებულები არავინ ვართ. ზოგი ლამაზია, ზოგი მახინჯი, ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბი. მე არ ვყოფ ადამიანებს სოციალური იმებით, ვინ მდიდარია, ვინ ღარიბი, ანუ კიდია. მე ვყოფ ადამიანებს ნორმალურებად და სირებად. ეს კი საკმაოდ მიზანშეწონილი დასკვნა ჩემი გადმოსახედიდან მეგობრებო. და ხო, ბევრ ასეთ რამებს განვიხილავთ და ბევრი ასეთი სოციალური თემების განხილვა გვექნება, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის აუცილებელია ეს ყველაფერი, აუცილებელია. კიდევ კრიზისია ესეთ მომენტებში და ბევრ სხვა პრობლემებს იწვევს მერე, რომელიც სხვადასხვა დემოგრაფიულ თუ საზოგადოებრივი კომპლექსების სხვადასხვა ფორმებით ვლინდება. დაწერე შენი აზრი ამასთან დაკავშირებით მეგობარო, დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და დაგემშვიდობებათ დროებით თქვენი საყვარელი უცხო, რომელიც ყოველთვის ნამდვილ და საჭირო ინფორმაციას გაწვდით. დროებით.